და მოდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ჩვენი რუმის ობიექტი, როგორც გადაცემის, როგორც არხის ძალიან ხშირად არის ჩვენი გარემო, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დაბინძურებულია და ჩვენი ქალაქი და ქვეყანა არ არის ამით გამონაკლისი მსოფლიო მასშტაბით, თუმცა მსოფლიოში ასე ვთქვათ საპრევენციო ღონისძიებები და ვთქვათ ამ პრობლემის გადაჭრის გზები უფრო აქტიურად მოქმედებს, თუმცა პრობლემების გადაჭრა ვიწყება მას შემდეგ, რაც ხმანაღლა ვიტყვით ამ პრობლემების შესახებ და ჩავატარებთ კვლევას, ასე ვთქვათ და ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კვლევა ჩატარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში და ამ კვლევის შედეგებს სწორედ დღეს უნდა გავეცდოთ ჩვენს. ამ შედეგებს კი ჩვენი სტუმარი გაგვაცნობს მარინა არაბიძე და ჩვენთან სწორად გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და კარგი რომ უკვე რაღაც კონკრეტულ ციფრებზე გვექნება სავარაუდოდ საუბარი და რასთან გვაქვს მნიშვნელოვანი თემა თვითონ. საერთოდ მე რამდენიმეჯერ მოკრული მაქვს ყური, არ ვიცი რამდენად ეს პროფესიონალური იყო, რომ რაღაცა კვლევები, რაღაც აპარატები დგას ხო თბილისშიც, რეგიონებშიც, ანუ ეს რა კვლევაა უშუალოდ? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჰაერის დაბინძურების კვლევას გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს, ეს წლების მანძილზე ეს არის ჩვენი რეგულარული მონიტორინგი, თუმცა აქამდე გვქონდა ძალიან მწირი ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მაგალითად ქალაქ თბილისზე რო ვიჩვენოთ 3 ჯიხური გვაქვს და 1 ფონური ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ზესტაფონში, ასევე თითო წერტილში ხდებოდა მონიტორინგი. იმ მონიტორინგის შედეგებით, რომელიც ეს რეგულარულია, იქ ჩვენ ასევე ვზომავთ სხვადასხვა დამაბინძურებელ ინგრედიენტებს, მათ შორის ვიზომება მტვერი, მყარი ნაწილაკები და უმეტესად ვაფიქსირებთ, ვთქვათ, მათ ერთჯერად კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭრა. თვითონ ქალაქში ხო? რა ადგილებზე ყენდება ეს აი რა? ზოგადად ხადია ისინი, დიახ, რა თქმა უნდა, ისინი განთავსებულია ისეთ ადგილებში, სადაც განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, ძირითად დაბინძურებას. ანუ ეს არ არის ფონური, ისე როგორც მაგალითად თბილისში ერთი რომ გვაქვს, ანუ მაგალითად ჭავჭავაძის ქუჩა თუ იცით, ქუთაისში საკმაოდ ინტენსიური სანამშრომლობითი გზა გაკეთდებოდა და ასე შემდეგ. ანუ განთავსებულია ისეთ ადგილებში, სადაც მოძრავ, ანუ ზეგავლენაა ეს სწორედ დაბინძურების წყარო. კონცენტრირება დაბინძურების სადაც. მაგრამ დიახ, მაგრამ ადგილია ყველა საინტერესო. აი ხო, იცით როგორ ავტომობილების გადაადგილების ანუ ავტომობილების რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად ამას ვამბობთ და საქართველოში ძირითადი დამაბინძურებელი არის ავტომობილები. გარდა ცხადია ლოკალური მრეწველობის და ზოგადად ცხადია ძირითადად ეს. მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებას შეგვიძლია ვივაწოდოთ გაცილებით მეტი დღეისთვის ინფორმაცია, სწორედ რითი წარმოდგენაც გვინდა ახლა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს უკვე დავიწყეთ ჩვენ სექტემბერში და 2 ეტაპად უკვე ჩავატარეთ ინდიკატორული გაზომები. რას ნიშნავს ინდიკატორული? ნუ გასაგებია, რომ თვითონ სიტყვაც ინდიკატორი რაღაც უფრო მარტივი, ვიდრე ძვირადღირებული სადგური, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და ამ ეტაპზე ჯერჯერობით ყველგან არ გვაქვს, თუმცა მათ გაძლიერებასაც და ახალი სადგურების მონტაჟსაც გეგმავთ სააგენტო, მაგრამ ინდიკატორული გაზომა არის შედარებით, ასე ვთქვათ, დაბალბიუჯეტიანი საშუალება, რომელიც გვაძლევს თბილისში მაგალითად 25 წერტილში, პირველ ეტაპზე 25 წერტილში, მეორე ეტაპზე წარმოგიდგენთ 50 წერტილზე ჩვენ უკვე შეგვიძლია გარკვეული მონაცემი ვთქვათ. თუმცა აქ ალბათ იქნება რაღაც ზღვარი და სხვა რა თქმა უნდა, ახლა მე ზუსტად შევეცდები, აი გაჩვენოთ თქვენს და მაყურებელსაც ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს ინდიკატორულები და რა შედეგები მივიღეთ. ანუ პირველ ეტაპს თუ შევხედავთ, აი თქვენ ხედავთ ნილაკებს, ალბათ ხედავთ, რომლებიც განთავსებული იყო, ну ესენი არის დამუშავებული სპეციალური ხსნარებით, მათი მეშვეობით აზოტის და გოგირდის დიოქსიდები, ოზონის და ბენზოლის კონცენტრაციები 4 წელს ხედავთ, 4 სხვადასხვა ნივთიერებისთვის. მილზე რო დამონტაჟებული ხო? დიახ, აი შემოხვეულია, ასე ვთქვათ, დამაგრებული, აი ეს პატარა ინდიკატორული მილაკები პასიურად ხდება სინჯის აღება, ადამიანის ჩარევა არ ჭირდება, 2 კვირის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ილექება ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეტრანა 1 მეტრ და 50 სანტიმეტრი ან 2 მეტრამდე, ანუ ადამიანის ასე ვთქვათ სუნთქვის აპარატთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. ამის შემდეგ მოხდა მათი ჩამოხსნა და ტრანსპორტირება ევროპის ლაბორატორიაში. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ჯერ ეს მეთოდოლოგია არ არის აკრედიტებულ ლაბორატორიაში განიგზავნა და ეს არის შედეგები მიღებული და მათი შედარება მოხდა აი ამ შკალასთან, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. მთავარია ეს კავშირის ნორმების შესაბამისად. დიახ, ზუსტად ასეა. ანუ თქვენ ხედავთ აქ 1, 2, 3 არის მწვანე, თუ კარგად ჩანს ფერები, ეს არის დაბალი ნორმაში. ანუ შემდეგ, როდესაც მე შედეგებს გაჩვენებ და მწვანე ფერს დაინახავთ, ესე იგი იმ წერტილებში
ნორმაშია კონცენტრაციები. შემდეგ 1-დან 2-ჯერ თუ აღემატება, ანუ ძალიან მაღალიც არ არის, საშუალოა, უკვე ნორმა აღარ არის, მაგრამ საშუალო დაბინძურებაა, თქვენ ხედავთ 4, 5, 6 ასევე საშუალო. შემდეგ არის 7, 8, 9, ეს არის უკვე მაღალი და ისიც გრადაციების მიხედვით და 10 არის უკვე ძალიან მაღალი და აქვე ვიტყვი საბედნიეროდ საქართველოში არც ერთ წერტილში რომელიც ჩვენ გავაკონტროლეთ ძალიან მაღალი ნიშნავს ცუდი რა თქმა უნდა უბრალოდ ამის თქმა მინდა რომ შედეგები ნამდვილად მივიღეთ დიდი ბრიტანეთიდან და შედარება მოხდა მაშინ არ გვაქვს დიახ ანუ პირველი ეტაპი რომ გავიაროთ ძალიან საინტერესო იყო თბილისში უმეტესად პირველ ეტაპზე აქვე ვიტყვი 9 ქალაქში განთავსდა და ესეც აღნიშნოთ, ეს იყო 9 ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი, დამატებით იყო გორი, ზუგდიდი, ახალციხე, ასევე იყო ხარაგაულიც გაკეთდა, ანუ დამატებით სხვადასხვა წერტილი. მე ხარ ამდენად სწორად მივხვდი პრინციპს, მეტროსადგური ისანთან არის დიახ, და აი უფრო მარტივად რო დავინახოთ, ანუ თბილისში პირველ ეტაპზე იყო ყველგან განთავსებული უფრო, ასე ვთქვათ, ინტენსიური მოძრაობის ადგილებზე და მე გაცილებით უკეთესად გრაფიკულზე ბოლოს დაგანახებთ. თითქმის ყველგან ხედავთ, რომ აზოტის დიოქსიდით საშუალო მაჩვენებელი გვაქვს, ანუ მწვანეს დაინახავთ მხოლოდ ერთ ადგილას, ეს იყო ტოვსტონოგოვის ქუჩა. მხოლოდ აქ იყო, ასე ვთქვათ, დაბალი და 1-2 ზღვრის ფარგლებში იყო უმეტესად. ყველაზე მაღალ კონცენტრაციას მე განახებთ ბოლოს სლაიდზე. რუსთავში ხედავთ 2 წერტილში იყო პირველ ეტაპზე შარტავას ქუჩა და მშვიდობის ქუჩა 6 წერტილიდან თელავი თლიანად, ასე ვთქვათ, სიმშვიდეა და ყველა კონცენტრაცია ნორმაშია ბათუმში 2 წერტილი აქაც გნახავს რუსთაველის ქუჩა თეატრთან საკმაოდ ინტენსიურად მოძრაობს ასევე ტერმინალის დიახ ბათუმის ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან ანუ ძალიან კარგად დახატა პრინციპში სურათი უკვე რაოდენობრივად ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩა ასევე ძირითადი ქუჩა ეს საკაბელიც ასევე სადაც მოძრაობს მანქანები გორში ცხინვალის გზატკეცილისკენ აი ლუკოილის საკუთარი ნიშნული ანუ ერთხელ ორჯერ აღემატებას ნიშნავს ხო დიახ ანუ ძალიან საშუალო არის, ანუ ნორმასაც და მაგრამ ძალიან მაღალი არ არის და საგანგაშო. ზუგდიდში ხედავთ სულმწვანე იყო, ქუთაისში 2 წერტილი. დიახ, აი საშუალო საკმაოდ მაღალი ხო, ხედავთ იქ 4 არის პარლამენტის შენობასთან, ინდექსი აქ უკვე 6 არის. დიახ, ანუ უფრო მაღალია ამ საშუალოში ქუთაისში. დიახ, მწვანე ჩარგობს ნამდვილად ახალციხე ხედავთ თლიანად მწვანეთ. აი თბილისს რო შევხედოთ, ეხლა პირობითად ასე ვთქვათ 5 დაბალი და 5 მაღალი რო ვაჭრობთ. აზოტის დიოქსიდი გითხარით რა ეს გამონაბოლში ესეც არის ესეც ძირითადი დამაბინძურებელი ეწოდება და სწორედ მისი სიჭარბე ასე ვთქვათ გამოწვეულია სწორედ ავტომანქანების გამონაბოლთან მიმართებაში. რა თქმა უნდა საშიშია ჯანმრთელობა. ზოგადად ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა რა თქმა უნდა გარემოს აგენტო ვერ იტყვის ზოგადად ჩვენ ასე ვამბობთ რომ ნორმა სწორედ იმიტომ არის დადგენილი რომ რა თქმა უნდა იყოს ნორმის ფარგლებში და გადაჭარბება რა თქმა უნდა კარგი არ არის. მეორე ეტაპზე გაცილებით სხვა სიტუაცია ჰქონდა. თბილისი არ მოგგანზრდა. თბილისზე ვისაუბრეთ, კი ბატონო, უბრალოდ პირველ ეტაპზე აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მაღლები იყო მეტროსადგურისთან, იყო პირველ სკოლასთან, იყო მელიქიშვილზე, ანუ ის ბზიურის პარკის შესასვლელთან, ეს პირველ ეტაპზე თუ ვისაუბრებთ და მეორე ეტაპზე თქვენ ხედავთ უკვე სხვა ქუჩებია, აი ნუცუბიძეს, აი ლუბლიანის არა, გასაგებია, მაგრამ დაკურება როგორია პირველ და ეტაპს შორის, რატოა სხვაობა? იმიტომ არის სხვაობა, რომ როგორც გითხარით, ქუჩებია სხვადასხვა, ანუ პირველ ეტაპზე თქვენ გითხარით ეს იყო ძირითადად ასე ვთქვათ, აი ძირითადი სატრანსპორტო საცობები სადაც არის, ანუ მოძრაობაც ხომ არ არის მარტო გააჩნია კიდე არის თუ არა საცობის სიტუაცია, გააჩნია გარშემო გამწვანება, კვლევის უფრო მწვავე სურათი იყო. დიახ, იმიტომ რომ ქუჩები იყო, სადაც ეხა ბევრი მანქანა დგას 20-40 წუთის განმავლობაში, გასაკვირველია ის პრობლემაა. დიახ, ზუსტად ასე. მაგრამ მეორე ეტაპზე თქვენ ხედავთ სრულიად სხვა სიტუაცია მივიღეთ. მეორე ეტაპზე თბილისში უმეტესად ხედავთ აი იგივე სანდროეული ნუცუბიძე, ლუბლიანას ქუჩა, თენგის ჩატლაძე, ვაჟაფშაველად. ხედავთ რომ ეს ყველაფერი მწვანე, ანუ ამოვარდნილი, ნუ საშუალო იყო. რეალურად 6 წერტილი იყო, ეს იყო ტაშკენტის ქუჩა, გახოკიძე, ხახულის ქუჩა, დიახ, სადაც იყო საშუალოში
წინამძღვრისშვილის ქუჩა არის. და სამრეკლო და მოსკოვის გამზირი. აი ასეთნაირად. მოსკოვის გამზირზეც საშუალო მაჩვენებელი. აი მე შემიძლია განახოთ, აი ასე ვთქვათ, აი ეს რუკა გაცილებთ უკეთ ჩანს, მე მგონი პირობითად არის 5 ასე ვთქვათ მაღალი და 5 ყველაზე დაბალი, რაც გვიჩვენა კონცენტრაციები ხედავთ ვაჟაბშავი. აი მაგალითად, ნუ მე რა ქუჩას მეცნობა იმას ვიტყვი. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არის და ტაშკენტის ქუჩაზე შედარებით უფრო საშუალო მაჩვენებელი, დიახ, მაგრამ ეხლა ვაჟაბშაველა. ხო, აქეთ არის ვაჟაბშაველა, იგივე ნუთუბიძის მეოთხე. ქუჩა, თეგის შანკოხის ქუჩა და ნუთუბიძის მეოთხე. და თქვენ ეხლა ეს რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა ეთერში ამას დეტალებში გაძლდება, უბრალოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე თუ შეგძანდებით ეს შედეგები რა თქმა უნდა საჯაროა დევს და ძალიან მარტივად აღსაქმელია მოსახლეობისთვის არ ჭირდება მილიგრამი ან მიკროგრამი მეტр კუბში ფერით მარტივად ხდება აი ხა ძალიან კარგი ნიშანია ეს შეგვიძლია ასე ვთქვათ უფრო გახსნილად თუ მოვნიშნავთ დიახ აი რაღაც გეტყვით რა ძალიან კარგი ნიშანია ახლა ეს ვიცით უკვე სად არის საშუალო მაღალი ზღვარი იმ ადგილების განტვირთვაზე პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ ალბათ ყველა მერტად დიახ აი მასთან დაკავშირებით დაუშვათ იქ არ დგას ეს ინდიკატორები თუ რა ხდება აი ახლა მე დიახ ძალიან კარგი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა მოდით ასე აქვე ჩამოვყალიბდეთ და ერთხელ ვთქვათ იგივე რომ ამ ქუჩების მოსახლეობა არ ასე ვთქვათ შეშფოთდეს ზედმეტად უბრალოდ ჩვენ გვინდა ვთქვათ რომ ეს სწორედ იმიტომ დავიწყეთ რეგულარული წარმოება რომ გჭირდება გარკვეული პერიოდი იმიტომ რომ მე ბევრჯერ ვამბობ ხოლმე და ყველა მიხვდება რომ ჰაერის ხარისხი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე ანუ იმის მიხედვით ქონდა წვიმიანი თვე აი ეს ორი კვირა იყო ქარიანი თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს ამიტომ მიდგომა ჩვენი არის ისეთი რომ მონაცემები უნდა დაგროვდეს ჩვენ ახლა გაცნობთ იმ მონაცემებს რაც კონკრეტულად იმ პერიოდში ანუ პირველი ეტაპი სექტემბრის თვეში და მეორე ეტაპი ნოემბრის თვეში დაფიქსირდა თუმცა კვლევები გაგრძელდება რეგულარულად 5 წლის მანძილზე რათა დავინახოთ ზაფხულის და ვთქვათ ზამთრის ტრენდების დავინახოთ ეხლა ყველაზე საინტერესო გვექნება მაგალითად ახალი ეტაპი ჩვენ ვიმართეთ ქალაქ თბილისის მერიას მოგეხსენებათ რომ შუქნიშნებთან არის ასე ვთქვათ ჭკვიანი შუქნიშნები სადაც თვლელი კამერებია მანქანების თვლელი დაყენებული და გაცილებით კიდევ უფრო დეტალური კორელაციული ანალიზი გაკეთდება როდესაც ჩვენ დავინახავთ დაბინძურებას და ასევე გვექნება აქ გავლილი მანქანების რამდენად კარგად შევძლებთ დავინახოთ ეს იქნება შემდეგი ეტაპი და შემდეგი 5 წელი შემდეგი ეტაპი უკვე მარტში ჩატარდება და კვარტალში ერთხელ აბსოლუტურად ჩვენ განვაახლებთ მაგრამ ამას იქით უკვე გვექნება ისეთი მიდგომა რომ უკვე დაფიქსირდება ეს ქსელი ანუ ეს იყო პირველად ასე ვთქვათ გარკვეულად მოძიების შერჩევის იმიტომ რომ არასდროს გაკეთებულა ჩვენ გვაინტერესებდა გამოგვევლინა სად გვაქვს ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის ვთქვათ შედარებით პრობლემური უფრო ხო ყველაზე ეტაპი ესე გამოდის თუ ხერს რო ჭრით და აი კორპუსებს ვაშენებთ ეგ საკეთება ეს თემა რა ანუ ზოგადად აბსოლუტურად და იგივე აი რუკასაც რო დახედოთ თქვენ აი ხედავთ აქ გარკვეულად პირდაპირ ეს დაბინძურება ასე ვთქვათ მიყვება იმ ძირითად ავტომაგისტრალებს რომელსაც გაცილებით უკვე მანქანების რაოდენობაზე მიბმულად ვაჩვენებთ მოსახლეობას ჩვენ მანქანები კი არ გვაბინძურებს რა თქმა უნდა გვაბინძურებს და მანქანები აბინძურებს გარემოს ყველგან სოფლიოში მაგრამ ტექნიკურად გაუმართავი უამრავი ავტომობილი დადის საქართველოს დედაქალაქებში რომელსაც არ არეგულირებს კანონი და ეს ვთქვათ ორმაგზიანს ჩვენ მანქანებს ვერ ავკრძალავთ მაგრამ შეგვიძლია ისინი ტექნიკურად შევამოწმოთ გამოდმარენ აი დავუშვათ გვაქვს ეს შედეგები ეხლა ამ შედეგების გასაუმჯობესება და უბრალოდ ამ პროცენტულობის დასაკლებად ზიანის თვალსაზრისით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და ვინ უნდა გაატაროს ეს ღონისძიებები სწორედ ეს არის ეხლა იცით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ჩვენ გარკვეული ვალდებულებები ცხადია ქვეყანას მათ შორის გარემოში ძალიან ბევრი დირექტივები და კონკრეტულად ჰაერის სფეროშიც მაგალითად არსებობს ევროპაში დირექტივა სუფთა ჰაერი ევროპისათვის და ჩვენს გარკვეულ ვალდებულებები საქართველოს მიკისრა თავის თავს და ამისთვის პირველი ეტაპი სწორედ ეს მონიტორინგია მოდით ჯერ ეს ვთქვათ იმიტომ რომ ქვეყანა რო დავყოთ დაბინძურების მიხედვით ზონებად და აგლომერაციებად გვჭირდება აი ესეთი სრულყოფილი ინფორმაცია რომ არ ვივჯეროთ მხოლოდ ექსპერტულად რომ ალბათ აქ იქნება და ასე შემდეგ არამედ გქონდეს რეალური მონაცემები ეს ერთი დიახ ანუ ვიწყებთ ანუ 5 წელი პირველი იქნება ეს დაგროვება მასალას თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სხვა ღონისძიებები არ ტარდება და
და 5 წელი ჩვენ დაველოდებით რას მოგწევს ეს რეალურად ასევე ხდება თქვენი თით ყოველწლიურად ჩვენ მე მგონი თქვენთანაც ბევრჯერ გაგვიჟღერებია საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ანუ ყველაფერი კომპლექსურად არის ერთმანეთთან ეს არის საკმაოდ რთული პრობლემა რომელშიც ყველას ჩართულობა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების საცობების მართვა შუქნიშნების ასე ვთქვათ აი ზუსტად დარეგულირება ისე რომ საცობები არ იქნებოდეს გამწვანება გზის საფარი იგივე ქუჩების მორეცხვა მაგალითად ანუ ყველაფერი ძალიან ბევრი ღონისძიება კომპლექსურად გასატარებელი რომ შედეგი გქონდეს გაცილებით ასე ვთქვათ მაყურებელს საინტერესებს თუ კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ თქვა სად იყო შედარებით ძიმე მდგომარეობა თქვა იგივე დედაქალაქის მასშტაბით და იგივე რეგიონებში და სად ყველაზე კარგი რა თქმა უნდა შეგვიძლია ანუ ისევ გავიმეოროთ პირველ ეტაპზე 9 ქალაქიდან 3 ქალაქში გქონდა სრული სიმწვანე ასე რომ ვთქვათ ბჭყალებში ეს იყო ხალხციხე ეს იყო და ზუგდიდი 3 ქალაქი სადაც გქონდა სრული წესრიგი მეორე ეტაპზე კიდევ იგივე წერტილებიდან გამომდინარე უკვე 6-ში იყო სიმწვანე და 3-ში გქონდა მხოლოდ ქუთაისში გქონდა ამ შემთხვევაში მეორე ეტაპზე ერთი წერტილი ამოვარდნილი ეს იყო თითელ ხიდთან ქუთაისში მეორე ეტაპზე იყო ბათუმში ასევე ერთი წერტილი ტექნიკურ უნივერსიტეტთან ასე ვთქვათ საშუალოში გადასული და ქალაქ თბილისში მხოლოდ 6 წერტილი იყო აზოტის დიოქსიდის კუთხით გადასული საშუალოში რომელიც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ესე იგი როგორც ვთქვით ტაშკენტი წინამძღვრიშვილი ხახულის ქუჩა სამრეკლოს ქუჩა და მოსკოვის გამზირი წითელი ზღვისკენ თუ აღარ მახსოვს ბოლო ნამდვილად არა იმიტომ რომ საკმაოდ მაღლები იყო ზოგიერთ შემთხვევაში იმ პირველ ეტაპზე რომელიც უკვე თითქმის მისულია ასე ვთქვათ მაღალთან და ლები არსებობს ასე ვთქვათ ალბათ თუნდაც ევროპაში ან სადმე მსოფლიოში არსებობს ასეთ საშიშ ზღვარს მიახლოებული სიტუაციები ხო რაღაც ფოტოებს გადავაწვდი იმ დღეს არ მახსოვს მე მგონი პეკინის ქუჩები იყო სადაც ძირითადი მოსახლეობა პირბადით აბსოლუტურად მართალი გძანდები თქვენ ხო პერიოდულად ყველა უსმენთ ამ ინფორმაციებს გახსოვთ ალბათ პარიზშიც იყო ხო შარშან რომ მანქანებს გძალავენ კენტი და ლუწი რომლები გადიან ანუ ესეთი ფაქტები სამწუხაროდ ხდება იმ ქვეყნებში რომლებიც ძალიან არეგულირებენ კარგად მაგრამ მიუხედავად ამისა მაგის ფონზე ბერლინში ძალიან ბევრი მანქანაა მაგრამ სოფლიოში ყველაზე გამწვანებული ქალაქის ისაა პრეტენზია და არის კიდევაც ალბათ იგივე მეტროს პირობებს ვაშენებთ იქ სკვერების ამბავი მეკითხა ამაზე გამახსენდა სკვერების რა თქმა უნდა ხო სკვერების გამწვანება ყველანაირად რო ხელს უწყობს ეკოლოგიას და მათ შორის რა თქმა უნდა ხარის დამიზურებას და ასევე გეტყვით ხმაურის დონის ჩახშობასაც არაჩვეულებდით რომ ხმაურიც საკმაოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და მეტახმებით სკვერები ზოგადად ნამდვილად ეხლა მე იგივე ჩემით არ ვიტყვი, მაგრამ იგივე ექიმებისგან რაც მომისმენია, რა თქმა უნდა, მათი რჩევა იგივე ბავშვებს თუ ვასეირნებთ, არ ვასეირნოთ უშუალოდ გზების გასწვით, არამედ პარკებში შევიყვანოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ისინი დადებითი გავლენას ახდენენ ამ კუთხით და უფრო სუფთა ჰაერი ამაზე ახლა დიდი სარჭინდება რომ ჩვენი მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს? ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ წყვეს, თუმცა ჩვენი პირადი რაღაც ღონისძიებები შეიძლება გავატაროთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე მაინც შეგვიძლია, იმიტომ რომ გარკვეულად მე ამას ხშირად ვამბობ, თუნდაც ის რომ ჩვენი ასე ვთქვათ მენტალობიდან გამომდინარე, თუ მცირე მანძილზეც კი ყველა დავეთანხმებით, რომ ყველა ცდილობს კომფორტულია მანქანით ერთი რო იტყვიან კვარტალი, რომ გასასვლელი გაქვს ფეხით მე პოლიეთილენის დააყრა, პარკების გადაყრა, იქ ნუ უამრავი რაღაც გაკეთება შეგვიძლია მართლა. ამიტომ ვფიქრობ და ამაზეც იგივე ევროკავშირშიც ასე უცებ ხომ არ მოსვლა ყველგან იწყება ადამიანის ცნობიერების ამაღლებით. ყველა სფეროში რომ ვთქვათ უაღრესად მნიშვნელოვანი, მათ შორის რა თქმა უნდა ჰაერის დაბინძურების ასე ვთქვათ გარკვეულ სფეროში შეგვიძლია ჩვენს ნამდვილად შეგვიძლია შევიტანოთ გარკვეული მცირედი წვლილი ამ კუთხით. ძალიან კარგი, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც ამ შედეგებს სიამოვნებით მოვისმენთ. თქვენი სეზონური განახლებული ამ სკალებისა
მე კი მაინც მინდა დაუბრუნდა ისევ იმ ტექნიკურ დათვალიერებას, ისევ ვთქვათ მანქანის ასაკის იმიტომ რომ შეთანხმებულია ჩვენ კი არა მთელი საქართველოს მთელი რეგიონი, მთელი სოფლიო იმაზე, რომ ეს საჭიროა, მაგრამ ყოველთვის და ძალიან ბევრი წელია ყოლმდება ამ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან და რაც მე მიმაჩნია ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდის სიმხდალეთ, იმიტომ რომ დრო ამასობაში გადის და ის მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ. უბრალოდ ერთი რამ მინდა ნამდვილად ეს მოვა, უბრალოდ ყველაფერს უნდა ნაბიჯ ეტაპობრივად რაღაც გარკვეულად, რომ აიგივე ერთ ანუ ყველას მხრიდან უნდა იყოს გაგება, რომ ეს აუცილებელია. ხელმოწერა ალბათ არა? ხერაც გაჩვენეთ, ახლა დღეს ძალიან ოპტიმიზმი კარგია რა, მაგრამ მართლა არ შეგვიძლია დამშვიდობა, არავითარ შემთხვევაში პირიქით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მუშაობთ ამ პრობლემებზე. ასე დავასრულეთ დღევანდელი გადაცემაც, გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. ხვალამდე.